ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის ბათუმის პარტიული სიის პირველმა ნომერმა ხელვაჩაურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. პარტიას მუნიციპალიტეტში 11 მაჟორიტარი კანდიდატი ყავს. გიორგი ცინცქილაძის განცხადებით, როგორც მაჟორიტარულ, ისე პარტიულ სიაში გენდერული ბალანსი დაცულია. მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარტიის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროგრამა გააცნეს. ამორჩევლები კი მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. დროულად დასრულდეს მოუგვარებელი პრობლემები, როგორც საშინაო, ასე საგარეო პოლიტიკის, დაუსრულებელი ტყუილები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. და ნინო ბურჯანაძის გუნდში მოსული არის ის ხალხი და შეკრებილი, რომელიც დროულად გადაწყვიტა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას. ჩვენ თავაზობთ ქვეყნის მოწესრიგებას, ის პრობლემები, რაც თითოეულ სოფელში, თითოეულ დაბაში, თითოეულ ქალაქში არის ჩვენი ძალებით, მათთან ერთად, ჩვენ ამომრჩეველთან ერთად შევეცდებით, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოვასწოროთ, გადავუჭრათ ის პრობლემები, რაც ნებისმიერ კუთხის შვილს აღწევს. მთავარი პრობლემა ხელვაჩაურის რაიონში, როგორც ქობულეთში, ციტრუსოვანთა ნაყოფის რეალიზაციის პრობლემა წლების განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოგვარდა და ჩვენი ფერმერები ძალიან დაზარალდნენ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის პრობლემები არსებობს, რომელსაც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გადავწყვეტთ.